მე ვთხოვე მათ, რომ გააკეთებინათ, მომზადებინათ მოკლე პრეზენტაცია, თუ პრეზენტაცია ვიზუალური მხარე არ ექნებოდა, სულ მცირე იდეის დონეზე გაეზიარებინათ პროექტს, მათთვის ეს იყო მეტეკლებად პირველი პროექტი. Ავში ციგნები, რომელსაც აქვს ორი მხარე. ამოიძებს ყველაფერი, რაც არის ამ ქალაქში თავისაცვლოვი. აი რაჩემში სამცირებლად მოვიფიქრეთ, რომ ანუ შეიძლება რომ გაკეთდეს ესეთი აპლიკაცია, რომ ანუ ადამიანი შეიყვანს, რომ ან რაღაც მიტკიჩდება, ან რაღაც მითის ამ გაცემა შეიძლება და რეგისტრირდება ადამიანი ამის მიხედვით. სკოლაში 2025 წლიდან ფუნქციონირებს Technovation საქართველოს ფარგლებში შექმნილი კლუბი. დღეს კლუბში გვესტუმრა სწორედ ამ პროექტის წარმომადგენელი და საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ტექნოლოგიების მიმართულებით ქალბატონი ნანა დიხამინჯია. შეხვედრაზე მოსწავლეებმა გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი ინოვაციური იდეები, ხოლო ქალბატონმა ნანამ მათ წაუკითხა ლექცია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ისე ადრე ლაპარაკობთ ხოლმე ტექნოლოგიებზე, იცით რომ ლაპარაკობთ, ამბობთ რომ აი რა იქნება 20 წლის მერე, რა იქნება 10 წლის მერე. ეხლა ლაპარაკობთ რა იქნება 4 წლის მერე და ესეც უკვე არის